გაფრთხილებს იყოს გადალახული. Რაღაც სულნელი წამოვიდა ისეთი გეუბნება ბავშვობის დროინდელი სიზმარი დაბრუნდა თუ რაღაც გავხსენდება რომ იცით 18-ში არა 80-იან წლებში ვიყავი სოხუმში და ვფიქრობ რომ დამაგარია თითქოს დრო არ გაწყვეტილა თითქოს ყველაფერი ბრუნდება. უნდა მას უნდა ეწერა და მართლაც 1888 წელს ვაჟას გამოაქვს 27 ნაწარმოები. ამ 27 ნაწარმოებში არის თიანეთის და ფშავის აღწერა. სამინისტრო ძალიან აქტიურად უჭერს მხარს იმ პროექტებს, რომელიც გულისხმობს კონფლიქტით დაზარალებული და საოკუპაციო ხაზგასწორებ ყოფილ მოსახლეობის ჩართულობას ქვეყნის კულტურულ პროექტებში, კულტურულ ცხოვრებაში, სწორედ აი ამ პროექტის შემოსაზღვრე საქართველოს პროექტის ფარგლებში ჩვენ დღეს ვიმყოფებით განხილვაში, სადაც მე ვფიქრობ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამა ჩამოვიტანეთ, ჩამოვიყვანეთ. ჩვენთან ერთად ჩამოვიდნენ ქართველი მწერლები, რომლებიც თავის შემოქმედებას ახალგაზრდებს, ბავშვებს ესაუბრებიან თავის შემოქმედებას და იმ ლიტერატურულ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში, გვაქვს ასევე პროგრამით გათვალისწინებული. დაველოდები სისამოსლას რო დაველოდები როდესაც ვიტყეს რომ არის შანსი რომ წამოვიდე აქ თუ მე ჩემი ეგოისტური სიყვარული მაქვს არის ეს ხმავი და სული მოულოდნელობა იყო ჩემთვის ეს სამსე დარბაზი იმიტომ რომ აშკარად ცხელა მოულოდნელი იყო ამდენი ახალგაზრდის ნახვა რომელიც საკუთარი ნებით მოვიდა ვიღაც გამგებარი მიწების და დეიდების მოსასმენად ძალიან მაგარია სინამდვილეში სრულიად შესანიშნავი შეგრძნება, როდესაც დარბაზში გადაიხედავ და აღმოაჩენ რომ სწორედ შენიანები, რომელსაც შეიძლება აქამდე არ იცოდი, მაგრამ მაგარი შენიანები არის. ორგანიზაცია მომავლის სოფლის ინიციატივით იბართება დღევანდელი შეხვედრა, ეს არის შეხვედრების ციკლი შემოსაზღვრე საქართველო. ჩვენ ჩავდივართ ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა, გამყოფი საზღვრისპირა რეგიონებში, სოფლებში და გვაქვს ასეთი აქტიური შეხვედრები.